მოგესალმებით. მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს. ერთგულ მაყურებელს და მივესალმოთ მთელ აჭარას. აჭარა ისე შემიყვარდა, რომ ხო ხედავ წასვლასაც არ ვაპირებდა შენს აქეთ გადმოგიბირე. ანი, ახლა ჩვენ გვინდა გავაცნოთ აჭარლებს ორი აჭარელი ახალგაზრდა, ხო? თუ ვინ არიან ესენი? ანის უკვე დღეიდან ყავს ორი ახალგაზრდა თანამშრომლები, ხო? ეს არის ქალბატონი ანი, შენი მოსახელე და სახელი როგორა? ამიკო. უყურე როგორ არის? ჩვენი კომპანიის დევიზი არის ავტომობილების გაყიდვა და მომსახურეობა, მაგრამ უფრო მთავარი ჩვენთვის არის ახალგაზრდების დასაქმება და სწორ გზაზე დაყენება, რომ ახალგაზრდები საქართველოდან არ წავიდეს. ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენთან ერთ წელს გაივლიან, მერე ისინი ნებისმიერ ბანკის მმართველობადაც იმუშავებენ. ამიტომ ჩვენთან როცა მოხვდება ადამიანი, ჩვენ ვასწავლით მას ბიზნესს. მარტო არ არის მანქანა გაყიდე და ვიღაცას მიყიდე, ვის მოეწონები, ვის არ მოეწონები, არა, ჩვენ ვასწავლით, რომ ყველას თავი უნდა შევაყვაროთ. ახლა შენ დღეიდან უკვე ორი ახალგაზრდა გოგო ბიჭი გეყოლება, რისის კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება შალვას, შალვაც აქ არის ჩვენთან, ჩვენი კომპანიის დირექტორის მოადგილეა, ათემოტორსის და არის ჩვენი კომპანიის იურისტი. ბატონო შალვა. მოგესალმები. და ანი, ახლა შენ დეტალურად გთხოვ, რომ აჭარის მოსახლეობას, აჭარისა და გურიის მოსახლეობას, იმიტომ რომ ჩვენ დავყავით ეს, ხო, თბილისი, ბათუმი კუთხეებად, შენ და შალვამ აუხსენით აჭარის მოსახლეობას ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად დაიწყეთ აქედან და თუ რატომ უნდა შეიძინონ ავტომობილები თქვენთან. და მთავარი არის ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ვასაქმებთ და მთავარია, რომ ჩვენი პროფილაქტიკა ქვია ისა შალვა, გამართულად როგორ არის ქართულად. აი, განათლებულია მეთქი, რომ გითხარი. მე მინდა უსურო წარმატება, ვინც ჩვენი ავტომობილები შეიძინა დღემდე ეს არის ასობით ავტომობილი შეძენილი და მომავალშიც რომ შეიძენს. შალვა ჩაიბარე ეს და ანი ამ გოგო ბიჭებს გაბარებ შენ და როგორი შენ ხარ ცეცხლი, ესეთები უნდა იყოს ესენი გისურვებთ აბა წარმატებას და რაც მეტი ავტომობილი გაიყიდება და რაც მეტი აჭარელი მეტყვის რომ აი რა კარგი გუნდი ყავსო, ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი. გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ანი და ამიკო, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებებს და გილოცავთ ამ ჩვენს დიდ გუნდში მოხვედრას. ნამდვილად დიდი წარმატება არის დამეთანხმება ბატონი შალვა. ნამდვილად გეთანხმებით. გილოცავთ ახალგაზრდებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფლიო გიგანტ ბრენდში, როგორც არის ათემოტორსი და როგორც ყოველთვის ჩვენს მომხმარებელს ვეუბნებით და ჩვენს მოსახლეობას, თქვენი საუკეთესო მეგობარი ეს ათემოტორსი. ჩვენთან სრულად არის წარმოდგენილი როგორც ელექტროები, ასევე ბენზინები და ასევე ჰიბრიდები. დღეს თქვენი პირველი სამუშაო დღე არის, უკვე ოფიციალურად, ხო, ესეა ბატონო შალვა? ამიტომ დაძაბულობა ნამდვილად არ გვინდა და ჩვენ უკვე დიდი და ძველი შემდგარი გუნდი ვართ და თქვენც ჩვენი გუნდის წევრები ხართ, ასე რომ ჩვენს მოსახლეობას დეტალურად აუხსნათ, თუ რა ავტომობილები გვიყენია ბათუმის შოურუმში. მოდი განვიხილოთ ერთით. დავიწყოთ. ავტომობილი ჰონჩი. ეს ავტომობილი სრულიად ელექტროა და ერთი მუხტვით გადის 600 კილომეტრს და როგორც უკვე ახსენეთ, მგზავრთა გადაადგილებისთვის არის ძალიან კომფორტული და კარგი. ნამდვილად. და აქვე ვიტყვი, რომ ღირებულება არის $20,900, ეკვივალენტია ლარში და 600 კილომეტრი ნამდვილად ძალიან კარგია. აქვე წარმოდგენილი ყავს BYD Leopard-ი, BYD Leopard 3, რომელიც არის 4x4-ზე და ძალიან კარგი არის მთიანი რაიონებისთვის და ბათუმს ეს ახასიათებს, რადგან ძალიან ხშირად
არის მოთხოვნა აჭარაში ავტომობილზე, რომელიც არის 4/4-ზე. BYD Leopard ფასის ღირებულება $28,900 იყო ანუკა და მე აქვე გეტყვით იმას, რომ დღესდღეობით BYD-ზე შეგვიძლია სულ რაღაც 3 მარტი მოდის, 8 მარტი მოდის და სააქციო პერიოდი გავაკეთოთ და მიმართოთ ჩვენს მომხმარებლებს და მაყურებლებს და დღეს ჩვენ შეგვიძლია BYD Leopard-ი $26,900 ეკვივალენტ ლარში შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ავტომობილი, რომელიც ლიდერი არის ბენზინებში გაყიდვაში. რა თქმა უნდა, Jetour Dashing-ი $22,900 ეკვივალენტი ლარში. აჭარაში ბევრი დადის, ხო? საკმაოდ ბევრი არის. ძალიან ლამაზად გამოიყურება ვიზუალურად როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი და აღნიშნული მოდელი არის 2026 წლის. ნამდვილად 2026 წლის მოდელია. ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებლებს Exit-ი ავტომობილი, რომელიც მე ვფიქრობ, უფრო საოჯახოდ არის მრავალშვილიანი ოჯახისთვის, მრავალშვილიან ოჯახს ვამბობ ჩემი თავიდან გამომდინარე, რადგან დამატებით სავარძელი აქვს და მოთხოვნაც ძალიან დიდია. თქვენ პრაქტიკა გაიარეთ ჩვენს ფილიალში თბილისში და აქედან გამომდინარე გეცოდინებათ თუ რა რაოდენობით იყიდება Exit-ი. Exit-ის ღირებულება არის $27,900 ეკვივალენტი ლარში. აბა რას მეტყვით ავტომობილზე, რომელიც არის Volkswagen ID.4. Volkswagen ID.4 არის სრულიად ელექტროავტომობილი, რომელიც სრული დამუხტვის შემთხვევაში გადის 400-ზე მეტ კილომეტრს. მისი ფასი არის $23,900. რა თქმა უნდა, ეკვივალენტი ლარში. ასევე BYD Song Plus-ზე უკვე აღარც კი ვიცი რა ვისაუბრო, რადგან ქუთაისის ფილიალიდან უპრეცედენტოდ იყიდება და რა ვიცი, ბადალი არ ეყავს BYD Song Plus და არც კი შემიძლია უკვე რაიმე დამატებით თქვა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ BYD Song Plus-ი არის 600 კილომეტრს გადის სრულად ერთი დატვირთვით და ერთი დამუხტვით, რომლის ღირებულებაც არის $28,500 ეკვივალენტი ლარში. ასევე ჩვენ გვყავს BYD Song Plus-ი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდი არის როგორც ბენზინი, ასევე ელექტრო. ელექტრო შემთხვევაში გადის 150 კილომეტრს, ხოლო ბენზინის საშუალებით უკვე გადის ჩვეულებრივად და სადღაც წვა 4-5 ლიტრი აქვს. ეს ავტომობილი Geely Geomi, რომელიც ვიზუალურად ძალიან პატარა ჩანს, მაგრამ ეს ავტომობილი დამეთანხმებით ბავშვებო ალბათ რომ საკმაოდ დიდი არის. გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ დიდი საბარგული აქვს. მოდი ვაჩვენოთ საბარგული. მოდი ამიკო აბა ნახე საბარგული როგორი დიდი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ვიზუალურად დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან პატარა ჩანს, შიდა სივრცე საკმაოდ დიდი აქვს. ადადის გამებიც. ნამდვილად და ქალაქისთვის არის იდეალური, რადგან გადის 410 კილომეტრს ერთი დამუხტვით. ავატარი წლის აღმოჩენა, ალბათ არ ვიცი, ვისაც უყვარს სპორტი, ვისაც უყვარს დრაივი, ვისაც უყვარს სიჩქარე და ვისაც უყვარს სრულიად კომფორტი, მხოლოდ ერთი თითის დაჭერით შეუძლია ეს ყველაფერი შემოგთავაზოთ ავატარმა. და ავატარი სრულიად ელექტრო, რომელიც 600 კილომეტრს გადის სრულად. 12 არის GT Edition-ი, სრულიად ელექტრო, როგორც უკვე ვახსენეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ 585 ცხენის ძალა აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სწრაფი არის და ამას სპეციფიკური მომხმარებელი უნდა ალბათ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ავტომობილია და ვისაც უყვარს სისწრაფე, მისთვის ზედგადმოჭრილი. ასევე არის ზიკრი, არაჩვეულებრივი ფერი, ალბათ უფრო ეს ის მანქანაა, ვისაც უნდა რომ თვალში საცემად გამოიყურებოდეს და მოსახვედრად თავისი ფერიდან გამომდინარე, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე და მე პირადად თუ ამ ფასიან ავტომობილებს განვიხილავ, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ავტომობილი და მისი ღირებულებაც $22,900 ეკვივალენტი არის ლარში. ასე რომ ჩვენთან ბავშვებო აღვნიშნოთ ის, რომ ყველანაირი მომხმარებელი შეგვიძლია მოვიდეს და მისთვის სასურველი ავტომობილი შევთავაზოთ, ისევ დავკონკრეტოთ და ვთქვათ, როგორც ბენზინი, ასევე ელექტრო და ასევე ჰიბრიდი. აქვე დავამატებთ იმას, რომ ჩვენთან შეძენილ ავტომობილებს აქვს ძალიან კარგი გარანტია და სრული პასუხისმგებლობით ბატონი შავალოა დამეთანხმება ამაში, რომ ჩვენთან შეძენილ ავტომობილებს სრულად უწევთ ჩვენ მომსახურეობას მათემატორსის ფილიალში, როგორც თბილისში, რა თქმა უნდა, თბილისში იყო და არის, ასევე შეგვიძლია დღეიდან ბათუმის ფილიალიდან გაუწიოთ სრული მომსახურება.
ემსახურება. დიახ, ნამდვილად გეთანხმებით. დღეიდან უკვე ჩვენს მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული სერვისი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილზე, Mate Motors-ის ბათუმის ფილიალში. ჩვენ მომხმარებელს მინდა უთხრათ, ჩვენი ავტონაწილების მაღაზია კვლავ სრულად დატვირთვით ფუნქციონირებს. შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილების სათადარიგო ავტონაწილების, საცხებ საპოხი მასალები და აქსესუარები. Para sacar una locura, morena, traía a mi lado,